წარმოიდგინე, ჩემი მშობლები მთელი 3 დღით წავიდნენ. ვაუ, მაგარია. მარტო დარჩენის არ გეშინია? თქმა უნდა არა. მე უკვე ზრდასრული ვარ, უფრო მეტის. მეგონა რომ ჩემთან დარჩებოდი. კარგი, მაგ ვიცი. დამთანხმდი. გამარჯობა, ალექს. გამარჯობა. გამარჯობა. მშობლები წავიდნენ, დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე სახლში. მადლობა, მაგრამ კიდევ მაქვს საქმეები. კარგი, როგორც გინდა. ხო, მშობლები წავიდნენ, შემიძლია მივიღო ის, რაც მინდოდა. კარგი ამბავია, დედამ ნება-ნუმცა რომ შენთან დავრჩე, მაგრამ სისულელეების გარეშე. როდის ჩაგვიდენია ოდესმე რაიმე სისულელე? ყოველთვის ამელკა. შეგვიძლია წვეულების მოწყობა? მე პიჟამოების წვეულების მოხრევა. ჯინი, მოსაწყენი ხარ. როგორმე სახლში უნდა შევიდე, მაგრამ როგორ, რომ პატარებმა არაფერი იეჭვონ. ეს ჩემი ერთადერთი შანსია. თუ ამჯერად არ გამოვა, არც არასდროს გამოვა. ვის ხურებას ვაპირებთ? ფილმი ჯერ ვერ იპოვე? კარგი. ყველა საინტერესო ფილმი უკვე ვნახე. იქნებ თქვენ იცით რაიმე საინტერესო ფილმი? დაწერეთ კომენტარებში. იქნებ ახლა მიზღვების გაკეთება ჯობდეს? უკეთესი იქნებოდა წვეულების განოსვა. წვეულება? და ვინ დაალაგებს შემდეგ? ყველა სტუმარი დაგვიხვანება დასუფთავებაში. მართლა? ბლა ბლა ბლა. ეს 100 ჯერ გამოგვიცდია. ყველა სტუმარი წვეულების შემდეგ მაშინვე მიდის სახლში. და არავინ არ გვიხვანება დაალაგებაში. მესმის? ეს შეიძლება ასე მოხდეს. ფაძის მიღმა ვიღაც დავინახე. იქნებ ალექსია? არა, მისი სამუშაო დღე უკვე დასრულდა. მოიცა, იქნებ ცოტა ხანს დარჩენა გადაწყვიტა? დაივიწყე. მათთანაც კი ფრთხილად უნდა ვიყო. შენი ხბოა საჭირო. კი, ალბათ მომეჩვენა. მოიცა, შესანიშნავი იდეა მაქვს. გირჩევ რომ ციგნის კლუბი მოვაწყოთ რა? ერთმანეთს რამეს წავუკითხავთ. ციგნებზე ვისაუბრებთ. საშინელებაა ჯინი. როდის გახდი ასეთი მოსაწყენი? უბრალოდ კითხვა მიყვას მე. გარეთ ვიღაცა? ეს ნამდვილად ასეა. ამილკა, რა გჭირს საერთოდ? გეუბნები ჯინი. იქ ვიღაც არის. წავალ და ვნახავ. წადი, მე და მეტი. აქ, დაგეოდებით. ჰეი, არის აქ ვინმე? ალექს, შენ ხარ? არა, ეს ბერტაა. როგორ ყველაფერი ესმით? უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. ნეტავ სახლის გეგმა მქონდეს. მასთან ერთად რას მჭირდებოდა უმოკლეს დროში ავიღებდი. იქ არავინა? მე ასე ვფიქრობ. ამილკა, იქ მშობლებს თხოვო რომ დაბრუნდნენ უკან? რატო? კარგი. ხომ ხედავ რომ ძალიან გეშინია. მიშინია? არავითარ შემთხვევაში. არაფერზე არ მივულობ. მაშინ დამშვიდდეთ. რა მივქნათ? ბოლოს და ბოლოს ახლა წვეულებას მართავთ ჩვენ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ერთი წუთით წავალ. გამარჯობა, ლეო. შეგიძლია მოხვიდე? გთხოვ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოიცა, ჯინის არ უთხრა რომ დაგირეკე. კარგი, გელოდები. აი ეს დამატენიანებელიცაა და ეს მკვებავი. გაიგე ეს? ვიღაც შემოვიდა, მე გადიდგე, ასე რომ მართალი იყავი. სახლში ვიღაცაა. ჯინი, ღმერთო ჩემო, რა ხდება? ო, ლეო, შენ ხარ?
როგორც ხედავთ კი, გასაკეთება აქ? გავიგე რომ შენი სახლი მეძახდა მოდიო და მეც მოვედი. როგორ? ანუ გავიგე რომ სახლში მარტო ხართ და მოვედი. კარგი, ლეო, მე და ამელია აქ ჩვეულებას მართავთ. ასე რომ შენ წადი. მოიცა. თუ მოვიდა, მაშინ უკვე შემოუშვი. ამელკა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით. კარგი რა, ჯინი, სტუმის გაშვება არ შეიძლება. ამელკა, შეიძლება ერთი წუთით გესაუბრო? ამელკა, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ დავინახე როგორ უყურებდა ვიღაც შენ სახლს. საშიში ჩანდა. ო, ის ნახე? რას გულისხმობ? ასე რომ, ეჭვი მაქვს რომ ვიღაც ჩვენ სახლს უთოთვალებს. ვინმე დაინახე? დავინახე, მაგრამ ვერ მოვასწარე გამეგო ვინ არის. ის ძალიან სწრაფად გაქა. და ჯინი? ვერავინ ვერ დაინახა და ყოველ შემთხვევაში ის ჩემზე იცინის. შშ. აბა ბავშვებო, რაზე ჯოraobთ აქ? ფიქრობთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად? კარგი, რადგან ყველა მიესტად ვართ, გირჩევთ რომ ბიოლოგიის პროექტი გავაკეთოთ. არავითარ შემთხვევაში. რატომაც არა? ჩვენ გვინდა. რა? მენდე, აბა ვაკეთებთ ამას თუ არა? ვაკეთებ. ჯინი, ყველაფერი მოგვიტანე, რაც გჭირდება. კარგი. სანამ ჯინი წასულია, შეგვიძლია თავად შევამოწმოთ, სად არის ეს კარგი, ფანტი. შენ გარეთ შეამოწმე და მე ფანჯებს შევამოწმებ. გარეთ შევამოწმო? პირიქით რა ვქნათ? კარგი, მაგრამ თუ ჩემ ყვირილს გაიგონებ, მაშინ მე პოლიციას დაურეკე. კარგი, მიდი. კიდევ ერთი გამოჩნდა. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედო, სანამ მიპოვიან. ეს ბანდიტი ნამდვილად ვერ დამისხდება. კარგი, ასე რომ ბიოლოგიის პროექტისთვის სცენარი ავარჩიე. მაგარია. მოიცა, გასაკეთება აქ და სად არის ლეო? ლეო, ის იქ არის. ამელკა, მე ბანდიტი ვერ დავინახე. ისევ ამ საქმეებში ხართ? უფს. ჯინი, მოიცა, ლეომაც დაინახა ჩვენს სახლთან უცნაური კაცი. ახლა ყველა უსწავლად გეჩვენება. იცი რა? სახლში მარტო ვერ დასჭები, შენ არ გაზრდილ ხარ. ეს ასეა. შეიძლება მართალი ხარ. დაივიწყეთ, აქ ბანდიტი არ არის. პარანოიულად ვიქცევით. სულ ესაა, ამ ბანდიტის შესახებ აღარ მინდა არაფრის მოსმენა. პროექტი უნდა გავაკეთოთ, მე და მიჯერეთ. ამ სცენარეზე ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. ო, მაგიდეზე კარტია. მოდი ერთხელ ვითამაშოთ. კი, წავიდეთ. კარგი. არ ვიცი. მოდი. კარგი. კი, როგორც ჩანს დაკავებულები არიან. ეს ჩემი შანსია. შესანიშნავია, მხოლოდ მისი წამოღება რჩება, მაგრამ სად არის? მე გავიმარჯვე. კარგი. ახლა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ო, წავედით. პირველ რიგში ჩვენ მას ხსნარით ვამუშავებთ. რა კარგი ბავშვები არიან. როგორც ჩანს, რაც მჭირდება საკუჭნაოშია, ის ხადამრჩენია პატარები გავიდნენ. წვანე. გაიგეთ ეს? ამელკა, ისევ დაიწყე? უბრალოდ, ალბათ ისევ მომეჩვენა. უკვე დავიღალე ამ სცენარით. მოიცადეთ, ბავშვებო, ბევრი არაფერი დაგვრჩა. ხოლო სცენარის შესახებ ინფორმაციის დამატება გადაგვრჩა. შეგვიძლია ინტერნეტში ვიპოვოთ და მერე დავბეჭდოთ? ხო, ეგეც შეგვიძლია. კაბინეტში პრინტერია, წადი და დაბეჭდე. კარგი. ჩანდაბა, რა ვქნა? სად დავიმალო? სინამდვილეში შეგეძლოთ თავად დაგებეჭდათ. უბრალოდ უნდა დამემორჩილოთ. კარგი. 1, 2, 3, როგორც ჩანს, ყველაფერი გაკეთებულია. კინაღამ დამიჭირეს. ძალიან ახლოს იყო. ჩანდაბა, კომპიუტერის გამორთვა დამავიწყდა. სულ ესაა. შშ, ბა! საქმე ცუდადაა. ღმერთო ჩემო, რა მოხდა? მოდი ის მდივანზე დავაწვინოთ.
სად არის ის? ვინ? ბანდიტი, მე დავინახე, გაიქცა? რომელი ბანდიტი? ბანდიტს ელაპარაკობდით. ეს მართალია. რა? ბანდიტი ჩვენ სახლში იყო? როგორ გამოიყურება ის? სად არის ტელეფონი? აი ისიც. კარგი, სულ ესაა. დედა შესურეკა, რომ დაბრუნდეს. არა. მოიცა, გაგიჟდი? ახლა სახლში ნამდვილი დამნაშავეა. კარგი. თუ ამას მშობლებს ვეტყვი, აღარასდროს დამტოვებენ მარტო. ხო, მაგრამ ჩვენ საფრთხეში ვართ. ამელკა მართალია, მშობლებმა არ უნდა იცოდნენ. ეს ბანდიტი ჩვენ არაფერს არ დაგვიშავებს. რატო ხარ ასე დარწმუნებული? რომ უნდოდეს დიდი ხნის წინ დაგვიჭერდა. როცა დამინახა, მას შეეშინდა და გაიქცა. სწორია, შენ შეგვიძლია მასზე გამკლავება. ო, შეხედეთ, ეს მამაცები. ფიქრობთ რომ ის დაბრუნდება? თუ ჩვენ ავჭირდებით, მაშინ სახლში რაღაც სჭირდება. და ის ქურდია და ძვირფასი ნივთების პაპარა უნდა სანამ სახლში მარტო კურია. წარმოიდგინეთ, თუ ბოროტ მოქმედს დავიჭერთ, მაშინ ყველა ჩვენზე დაწერს, თუ როგორი გმინები ვართ. ო, ეს მომწონს. როგორი ვითომ მამაცები ხართ? გეგმა მაქვს. გამომყევით. მოვიტყუოთ იგი ამით. კარგი, იფიქრებს რომ ყველა ძვირფასი ნივთი აქ არის და მე დავიჭერთ. გონია რომ ამას წამოეგება? რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის მოვიდა ის აქ, სამკაულებისთვის. ცადოთ, ცდაში ცუდი არაფერია. და რა არის შემდეგი? ეს სენსორია, როგორც კი ქურდი სეიფს მივახოლდება, სიგნალიზაცია ჩაირთვება და მას ჩვენ დავიჭერთ. და როგორ დავიჭიროთ იგი? ნუ ხარ ნეგატიური, შესანიშნავი გეგმაა. კარგი, როგორც იტყვი. კარგი. ახლა კი საძინებელში მივდივართ, რომ თავი მოვიწესრიგოთ? კი. კარგი, ფილმებსაც უყუროთ. კარგი, წავიდეთ. როგორც ჩანს წავიდნენ. ჩემი ჯერია. რა მარტივია. გეგონათ ასეთი სულელი ვიყავი? ამ სეიფთან ახლოსაც კი არ მივალ. ვიცი რომ აქ არის. გგონია რომ უკვე მოვიდა? რომ მოსულიყო, მაშინვე სეიფს აიღებდა ხელში. ანიქტების არც ისე სულელია? აივიწყე ჯინი, ყველა ბანდიტი სულელია. ანიქტებს სენსორი არასწორად დავაყენე, წავალ და შევამოწმებ. და აღმოჩნდა რომ ეს უფრო ადვილი იყო, ვიდრე მეგონა. ის აქ არის, ბავშვებო, ის აქ არის. ყველა აქეთ. დამეხმარე, ლეო. ის ისეთი ძლიერია. ის ჩვენს ხელში იყო. როგორ შეიძლებოდა რომ გაქცეულიყო? ვიღაც აკლდა ქურდის სასაჭერად. ჯინი, რატომ არ დაგვეხმარე? შემეშინდა. გასაგებია? ჯანდაბა, შენს გამო ვერ დავიჭირეთ დამნაშავე და ჩვენ გმირობაზე ახლა ყველგან ვერ დაწერენ. მე შემეძლო გმირი გამختارიყავი ჯინი. ეს დიდი დანაკლისი არ არის. ჯინი, იმედგასრულებული ვარ შენით. ხალხო, გამოფხიზდლით. ჩვენ უბრალოდ თინეიჯერები ვართ და ეს ნამდვილი დამნაშავეა. მე რა? ჩვენ ვერასდროს შევძლებთ მასთან გამკლავებას. საიდან გავიგოთ? მთელი ცხოვრება იმზადებოდა თუ არა რომ ქურდი გამختارიყო? როგორც ჩანს, ჯინი მართალია. ჩვენ მას მარტო ვერ გავუმკლავდებით. კარგი. მაშინ მშობლებს უნდა დავურეკოთ. არა, მე უკეთესი იდეა მაქვს. მოდის, ხოლო პროს ვთხოვოთ დახმარება. ეს სვიერი და პატარა ბავშვები ცოტას და დამიჭერდნენ. ო, არა, ამელკა რეკავს, მათ მიცნეს. სულ ესაა, პრობლემები მაქვს. ალო, ამელკა. გისმენ. ალექს, გამარჯობა. ქურდი მოვიდა ჩვენს სახლში. უფროსების დახმარება გჭირდება. ქურდი? იცნობ მას? არა, თითქმის დავიჭირეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი იყო. ხოლოდ შეგიძლია რომ დაგვეხმარო. მოხვალ? კარგი, ვეცდები. შესანიშნავია, რაც შეიძლება მალე მოდი. მიცნეს თუ არა? რა მოხდება თუ ეს რაიმე სახის ხაფანგია? კარგი, უნდა წავიდე. სეიფსაც კი არ შეხებია. გონი მიხვდა რომ ეს ხაფანგი იყო. კარგი, შენ მოიფიქრე ეს. ახლა ამაში ალექსის კი ჩართე და საერთოდ რატომ ბაურეკე ალექს? მან ბევრი რამე იცის და ჩვენ დაგვეხმარება. გავაღებ. მიდი. ალექს, ძალიან სწრაფად მოხვედი. აქვე მუშაობ, მე ნახევარ განაკვეთზე. სერიოზული პრობლემა გვაქვს. ქურდი ჩვენი სახლის გადასვლას ცდილობს. მითხარით ყველაფერი რაც იცით. მის შესახებ ბევრი არაფერი არ ვიცით. ის მაღალი და მოქნილია. კი, ის ცოტათი შენ გავს. ჩემნაირია?
არ მგონია, ის შენ საერთოდ არ გავს კი? ნიღაბი ეკეთა, რა დიდი გასხვავება? სერიოზული ამბავია. კარგია რომ დამირეკეთ. ალექს, კარგი რა. მეგონა იტყოდი რომ ჯობია ამ მშობლებს ამ პოლიციას დავურეკოთ. რატომ უნდა შევაწუხოთ პოლიცია? ამ ბანდიტს ჩვენით ერთად გავუმკლავდეთ. ხედავთ? და მე მაქვს იდეა. აი სახლის გეგმა. მინდა ყველგან ხაფანგები დავაყენო, სადაც ქურდი გაივლის. კარგი. კარგი გეგმაა. ახლა სწრაფად გადავიდან ამ ბავშვების ყურადღებას და შემდეგ ყველაფერს უპრობლემოდ მოვიტარავ. გოლიარე ქურმა სახლის გეგმა იცის? რა თქმა უნდა იცის. ესე იგი სახლს ის თქვენზე უკეთ იცნობს. ეს ნახატები საერთოდ არ მესმის. მეც, ამიტომ დავურეკეთ ალექს. ამაში ერკვევი, ანა? კი, რა თქმა უნდა. უნდა ვიცოდეთ, სად არის ხაფანგების დასაგების საუკეთესო ადგილები. მეორე სართულზე ფანჯარასთან ახლოს, მას ადვილად შეუძლია რომ მილზე ამოცოს. ალექს, შენ გენიოსი ხარ და კაბინეტში ფანჯარა საშიშია. ის 100%-ით შეეცდება იქ შესვლას. რა ჭკვიანი ხარ? ის უკვე აქედან გადაძრა და ჯინი შეაშინა. ალექსი პროფესიონალია. ტყუილად არ დავუძახეთ. კარგი, ქურდის დაბრუნებამდე ხაფანგები უნდა დავაყენოთ. ამელკა, შენ მეორე სართულზე ხაფანგებს გააკეთე. კარგი, ხაფანგი გააკეთე წინა კარისთვის. გასაგებია. ჯინი, შენ კაბინეტში გააკეთებ ხაფანგს. არანაირად, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. და თუ ქურდი მოვა? ბეთყვი, რაც უნდა ისა იყოს. მასთან კამას და საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას არ ვაპირებ. ესეც მართალია. მაშინ იქნებ სადმე წასვლა გინდოდეს? ან ვინმეს მიხმარება? არა, მოიცა. აქ დავჯდები. მადლობა. კარგი, როგორც გინდა. ეს ჯინი, ის არის მიზეზი, რის გამოც ჩემ გეგმას ვერ ვახორციელებ. კარგია რომ მაქვს გეგმა B. ახლა სახლის გეგმა მაქვს და ვიცი ყველა საიდუმლო, შესასვლელი და გასასვლელი. უცნაურია. როგორც კი ბანდიტი ოთახში შეიფარება, ის ჩემს სუპერ ხაფანგში გაებმება. კარგი. სუპერ ხაფანგზე თქვი რამე? კი, შეხედე. ეს სუპერ წებოა. როგორც კი ქურდი ვედროში ჩააბიჯებს, ის მაშინ ჩაეწებება. არ ვიცი, საუკეთესო ხაფანგი არ არის. და შენ რა მოიფიქრე? წამოდი, გაჩვენებ. ჯინი, გინდა ჩემი სუპერ ხაფანგი ნახო? კარგი, ნახოთ. ტადამ! როგორც კი დამნაშავე სახლში შევა, ის ამ ქსელს მიეკრობა და მის მოშორებას ვეღარ შეძლებს. მოიცა, მართლა? კი, ეს ძალიან მტკიცე ქსელია. ფლორამ მაჩუკა მას შემდეგ რაც ობობები ჩვენ სახლში შემოიჭრენ. ჭკვიანურია, მომწონს. ეს ნამდვილად ჯობია ამელიას ხაფანგს. ო, არა! ოღონდ ეს არა. დამეხმარე. ო, სხვათა შორის ეს მინდოდა შენთვის მეთქვა. ალექს, რა მოხდა? ხო და ბავშვებო ზუსტად ამის თქმა მინდოდა. რუკაზე მე კიდევ ერთი საიდუმლო გასასვლელი დავინახე და გადავწყვიტე რომ იქ ხაფანგი დამეყენებინა. ალექსი, შენს ხაფანგში გაება? კიდევ თუ რაიმე ხაფანგს გააკეთებ, ჯერ მე გამაფრთხილე იცოდე. რასაკეთებდი იქ? ახლა ხან ამ შესასვლელს ვამოწმებდი. კარგი. რატომ არ გითხარი ამის შესახებ? ჯერ შემოწმება მინდოდა. უბრალოდ სახლის განლაგებაში ეს გაურკვეველია. სინამდვილეში განლაგებაში ყველაფერი ნათელია, მაგრამ შენ კარგი. აბა რატომ დამირეკეთ? რამეში ეჭვის შესატანად? მაშინ ახლა ვეწავალ აქედან. არა, ალექს. ჯინის მსგავსი არაფერი გულისხმია. კარგი, გაჩუმდი ჯინი. ალექსი კინაღამ დაასახიჩრე და მასა დანაშაულებ. კარგი, ბოდიში. დაგებულია. რა არის შემდეგი? ახლა ყურადღებით უნდა იყოთ და ქურდის დაბრუნებას დაელოდოთ. ხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. როგორ ფიქრობთ, რის მოპარვას აპირებს ქურდი? რასულელური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ფულის, სამკაულების და ნივთების. ის კაბინეტში იყო და იქ კომპიუტერი და ძვირფასი ნივთები იყო. რატომ არ წაიღო ისინი? კი, ჯინი მართალია. გოგოებო, ყველაფერში ლოგიკის ზევნა შეწყვიტეთ. იქნებ დრო არ გქონდა. და დაიბნა, ან იქნებ სანამ ვლაპარაკობთ, ქურდი უკვე გვყარავს ნივთებს? გოგოებო, თქვენ ზემოთ ადით და ლეო, შენ აქ დარჩი. და ყოველთვის თან იქონიეთ ტელეფონები და ყოველთვის დამიჯერეთ. რადიუტები არიან, მაგრამ კარგია რომ გეგმა მაქვს, თუ მათი ყურადღება ვერ გადავიტანე, მე მათ შევაშინებ. ბედროში არ ჩააბიჯო, თორემ სამუდამოდ გაიჭედები. მისმინე ამელგა, ალექსი ძალიან უცნაურად იქცევა. დამიჯერე, ისევ დაიწყე? მას მე თვითონ დაურეკე და არ გიფიქრია რომ ქურდი შეძლებდა მასთან შეხვედრას და მოსყიდვას? ეს სისულელია, ალექსი ასეთი არ არის. ის დიდი ხანია ჩვენთან მუშაობს. ჩვენ მას ვენდობით, როგორც ამბობენ. ინდე, მაგავ გადაამოწმე. ჯინი, შენ? ეს ალექსია. ამელკა, დაიმალე, ის მოდის.
მაშინ ახლა მას დავიჭებთ. ეს არ გამოვა, ის ძლიერია და ახლა კინაღამ დამამოკავება. რა ვქნათ? ლეოსთან ერთად მეორე სართულზე დაიმალეთ და თავი დახარეთ. როგორც კი მოპარულ ნივთებს წაიღებს, დავიჭერ. ახლა წავედი. დავიმალოთ. არა, ეს ჩვენი შანსია, ქურდი რომ დავიჭიროთ. მოიცა, ალექს არ მოусმინე? ის საშიშია, იდეა მაქვს. წამოდი. ახლა ეს პატარები დაიმალებიან, მე შევალ და ყველაფერს მოვიპარავ. დაიჭირე ის. დაიჭირეთ, მიდით. ალექსი დააკავებს მას და ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება აღვნიშნოთ. კარგი. იმედია ყველა გოგო წაიკითხავს, რომ ქურდი დავაკავე. ლეო, გაჩერდი. შენ უკვე ოცნებობ. პატარა პარაზიტები. ახლა რა ვქნა? ამას არ ველოდი. როგორ ხართ? ეს ქურდისთვის მოვაცხე. შენ ეს უნდა გენახა. სად არის ქურდი? ბოდიში ბავშვებო, ის ძალიან სწრაფი იყო. ვერ დავიჭირე. კარგი, ყოველ შემთხვევაში იმან ვერაფერი იმის მოიპარა. შემდეგ რაც მას გავუკეთეთ, ის ნამდვილად აღარ დაბრუნდება. კარგი, დღეს კარგად გაართვით თავი და დასვენების დროა. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ჩაის მოგიმზადებთ. ბოლოც და ვეცდები რომ ისინი ახლა დავაძინო. ამელკა, ის კვამლი რაც მოიფიქრე მაგარი იყო, არ მომსვლია აზრად. ჩაიმზადა. მადლობა, ალექს. შენ გარეშე ამას ვერ შევძლებდით. ქურდი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ ყველა ხელუხლებელი დარჩა. კი, მადლობა, ალექს. რა გიმრიელი ჩაია? თქვენთან დავრჩები, იმ შემთხვევაში თუ ამ ტიპს დაბრუნება მოუნდება. დაღლილი ვარ. მეც. გამართლა, ახლა მთელი საათი მაქვს სანამ გაიღვიძებენ, საბოლოოდ მოვიპარავ. ჯინი? ასეც ვიცოდი. შენი ჩაი არ დამილერია, ამიტომაც არ ჩამეძინა. მე ხვდებოდი რომ შენიყავი, როგორ შეგეძლო? ამელკა ასე გენდობოდა. შენ არ გესმის, ეს მე ძალიან მჭირდება. რისი მოპარვა გინდოდა საერთოდ? ეს რა არის? ხელსაწყო. მოიცა და მთელი ცირკი სწორედ ამიტომ მოაწყე? ხელსაწყოს მოსაპარად? სინამდვილეში ეს ჩემია. დიდი ხნის წინ ამელკას მამას მივეცი და უკან დაბრუნება დაავიწყდა. მე კი მწვენოდა მისი თხოვნა. შენ არ გესმის? კარგი. ახლა არ გსცხვენია? მართალი ხარ, ამელკა რომ გაიღვიძებს ყველაფერს ვეთქვი. ახვამდის სამსახურო. რა თქმა უნდა სულელი ხარ, მაგრამ თუ ბავშვები ვიდეოს დაალაიქებენ, ამელკას არ ვეთქვი. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. კომენტარები არ დაგავიწყდეთ. ნახვამდის ყველას.